Citizen-ი აგრძელებს საინფორმაციო გადაცემების სერიას, სადაც გაგიზიარებთ თეორიულ ცოდნას თანამედროვე მშენებლობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. მე არქიტექტორი ანკა ჩოჩია ვარ. დღეს შენობის ყველაზე თვალსაჩინო და ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ თემაზე, ფასადზე და უფრო კონკრეტულად ვენტილირებად ფასადზე ვისაუბრებთ. ფასადი შენობის სავიზიტო ბარათია. სწორედ ამ პირველადი ეფექტით ვიღებთ შთაბეჭდილებას. თუმცა თანამედროვე ფასადი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ესთეტიური მხარე. ვენტილირებადი ფასადი რამდენიმე მნიშვნელოვანი შრისგან შედგება. თითოეულ შრეს თავის ფუნქცია აქვს. ჩვენ გვაქვს საიზოლაციო შრე, დამცავი გარსი, საჰაერო შრე და მოსაპირკეთებელი მასალა. ეს კომპლექსური სისტემა შენობას საშუალებას აძლევს ისუნთქოს. ერთი შეხედვით ფუნქციით შეგვიძლია ქურთუხსაც შევადაროთ. კარგად დაპროექტებული ვენტილირებადი ფასადი შენობის ენერგომოხმარებას 40-დან 60%-მდე ამცირებს. ასევე შენობის კედლებს იცავს ატმოსფერული ნალექისა და ტენისგან. ამცირებს თბოდანაკარგებს. აშენებული კედლის მოპირკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი მასალით. იქნება ეს ბეტონი, აგური, ბლოკი, ხე თუ ლითონი. ფასადს ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა აქვს. კარგი თბო, ჰიდრო და ბგერა იზოლაცია ახლავს. ასევე არის ცეცხლმედეგი. დღეს, როდესაც მდგრადი არქიტექტურა სულ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ტერაკოტას ფასადური ფილები. ეს ნატურალური თიხის მასალა საუკუნეების განმავლობაში რჩება პრემიუმ კატეგორიის მოსაპირკეთებელ მასალად. ტერაკოტა გამორჩეულია თავისი თერმული თვისებებით. დღის განმავლობაში აგროვებს სითბოს და ღამით ნელ-ნელა გამოყოფს მას. არ ჭუჭყიანდება. 10 წლის შემდეგაც იგივენაირად გამოიყურება. ადვილად იწმინდება და რაც მთავარია სუნთქავს. Citizen-შიც ზუსტად ტერაკოტას ფილებით მოპირკეთებული ფასადი დაგხვდებათ. მეტი რა არის საჭირო ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად? მოკლედ რომ შევაჯამოთ, ვენტილირებადი ფასადი არ არის მხოლოდ ლამაზი გარსი. ეს არის რთული საინჟინრო სისტემა, რომელიც მუდმივად შენობის ეფექტურობისა და კომფორტისთვის მუშაობს.